რომ მომიყვანეთ დიდი მადლობა, უნდა წავიდეთ. გავჭედე. კამერა მაქვს მარტო ნანახის ზუგდიდის ქორწილში. სეფაში რომ ჩამოიქროლა. ჩართეთ კამერები რაღაც ეგეთი. შესახვანცალებელი კითხვები. მრავალშვილიან დედას სხეულის პირვანდელი ფორმის დაბრუნება არ შეუძლიაო რა ხო? აიღა მე ვდგები და მივდივარ, ეს არ უნდა გეთქვა. შეუძლია. მობალ რო დავიბრუნებ მე. აი რო დავდექი სასწორზე რო დავინახე 128 კილო, არასოდეს მომწყდება ის სტრესი, რომელიც მივიღეთ. ეხლა როგორ არის შენი წონის ამბავი? კი, უკვე გადის 6 თვე და მე ვამობრობ უკვე დადგა დრო, რომ მე მივიდე ენდოკრინოლოგთან, მივიღო სწორი რჩევები, დავიწყო სწორად კვება. ეგრევე ვიგებ რომ არ სურსულად. შენ თვითონ ხო არ იქმნი წინასწარ იმ სცენას რო 6 თვეში ისე არა, როგორ გეკადრება. კასტინგზე მივედი. აი მე როგორ მივედი, აი ესე მივედი. თან ცეცხლი მიკეთ, თან შიგნით მთელი მეგრელები ჩემში ჩასახლებული მეუბნებიან უსინდი ზოზად წახვედი. მთელი ჩემი ცხოვრების ოცნება ერთ წამში იქცა რეალობად. გამარჯობა ვისაც თქვენს ყველას დაურეკე. სერიოზი დავა ყველას 5-5000-ით იმატებდა ჩემი ფოლოვერები. 500-ით არა. პაჩკა 5-5000-ით. და აი, ამ ნომერზე არ დარეკა, ეგრევე გავუწია. ფანტასტიკური, აპლოდისმენტები, ძალიან მაგარი იყო რა. გადაცემის სპონსორია მკვდარი ზღვის ბუნებრივ მინერალებზე დამზადებული ბრენდი აჰავა. კანის მოვლის მსოფლიო ბრენდი ავერსისგან. გამარჯობა, დღეს ხუთშაბათია და პოდკასტის ახალი ეპიზოდით გიბრუნდებით, როგორც ყოველთვის, იმისათვის, რომ ჩვენ უფრო და უფრო კარგი ეპიზოდები მოვამზადოთ, მოიწონეთ ჩვენი გვერდიდან, წამოგვყევით YouTube არხზე. ჩვენ სპონსორს წარვადგენ მანამდე, პოდკასტის სპონსორია აჰავა, მკვდარი ზღვის უნიკალური მინერალებით გაჯერებული კანის მოვლის საშუალებები ისრაელიდან. აჰავა გვთავაზობს სახის, სხეულისა და თმის მოვლის საშუალებებს ქალბატონებისა და მამაკაცებისათვის. აჰავას თითოეული პროდუქტი გაჯერებულია 20-ზე მეტი უნიკალური მინერალით, რაც უზრუნველყოფს კანისა და თმის განსაკუთრებულ მოვლასა და სიჯანსაღეს. ეს ბრენდი მოწონებულია და რეკომენდებულია დერმატოლოგების მიერ. დღეს ჩემი სტუმარია ყველასათვის საყვარელი, ძალიან ცნობადი სახე, ძალიან კარგი მსახიობი, კარგი ადამიანი, კაი გოგო, რა ვიცი, ბევრი კარგი შემიძლია თქვა, ნანუკა გულვა, ნანუკა მადლობა რომ მოხვედი ჩვენთან სტუმრად. ვცდილობთ რომ ჩვენ პოდკასტში შევარჩიოთ ისეთი ადამიანები, ვინც საზოგადოებისთვის მეტნაკლებად ცნობადი სახეა, იმიტომ რომ ექიმებს ახლა ყველა არის ხოს, მაგრამ სატელევიზიო სივრცეში მოღვაწე ადამიანებს პრაქტიკულად ყველა ადამიანს თვალყურს ისეა თუ ასეა და მათი პირადითაც ხშირად ძალიანაც ინტერესდებიან და რამოდენიმე პოდკასტის სიუჟეტმა საკმაოდ ბევრი ნახვები დააგროვა. მინდა რომ შენთანაც რაღაც ადამიანური თბილი საუბარი გამოგვივიდეს და თან საინტერესო კითხვებიც დავსვათ იმისათვის რომ მაყურებელმა გაიგოს თუ როგორ შეიძლება ვთქვათ უცებ გახდეს სამი შვილის დედა და დაიწყო მეოთხეზე ფიქრი. რაც შენ დაგემართა ხო? აიღა მე ვდგები და მივდივარ, ეს არ უნდა გეთქვა. იმდენი ძახე რომ ესე იგი შინაბერა ვარო ესე ამბობ თურმე და ისაო რომ 4 წელიწადში და ოჯახი 4 წლის წინ და სამი შვილი ეს ხო საოცრება არის, არ არის ჩვეული ამბავი, არ არის უბრალოდ მომხდარი ამბავი, როცა 4 წელიწადში ამ შვილს მოავლენ ამ სამყაროს და ესეთი ჯანზე ბედნიერად ჯანმრთელად და აგზელებ ცხოვრებას. კიდევ ერთხელ მადლობა რომ მოხვედი. როგორ მოხდა ეგ ამბები? ძალიან დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ. კარგი ფეხი მაქვს აქ ვეკეთხვით და ზუსტად ვიცი რომ წარმატებული იქნება თქვენი პროექტი, ჩემს ფეხს ვერ დავაბრალებ ისედაც, მაგრამ ნუ ჩემს წრულსაც შევიტანე. მადლობა. 4 წელი არ არის ჯერ იცი, რაც დავოჯახდით მე და კახა. 3 წელია, ნუ სანამ 4 წელი არ იქნება 3 წელში 3 ბავშვი, უფრო კარგად ჭხერსა. თან პატარა ასაკში არ გავთხოვდი, რა თქმა უნდა 37 წლის გავყევი კახას და მალევე გავხდი 38 წლის და აი ესე რა ვიცი, მართლა ღვთისწყალობა არის. ოდნავ რო წუწული მომიდება ხოლმე ჩემს წონაზე ან რაღაცა სახში უფრო დიდი დროის გატარებაზე ვიდრე გარეთ, ეგრევე გამახსენდება რომ ღმერთმა ისეთ საჩუქარი მომივლინა რომ საერთოდ ხმა არ უნდა ამოვიღო და არ ვიღებ ხმას, მხოლოდ გამოვხატავ კმაყოფილებას და ბედნიერებას. მადლიერებას. კი, მადლიერებას. წონა ახსენე, ხა წონა რატო რა ხდება ხა, აბა წონა სამი შულს რო გააჩენს სამს კი რა, ერთსა ჩენს ადამიანი და წონა ისე გარბის ხოლმე. მის და მიუხედავად რომ ადამიანი წვალობს, შრომობს, ყველა ენერგიას ხარჯავს. შენთან როგორ იყო ეს? მაგალითად 37 წლის ასაკში დაოჯახდი,
კიდევ ერთხელ ძალიან დიდი ბედნიერება ადამიანის ცხოვრებაში ესეთი ასაკი მას მნიშვნელოვანია, ხო და 27 ასაკში ესეთი რა ზედმიწევნით კარგი ამბები. კარგი, თავის მოვლის ამბები და ეს რუტინა როგორ არის დღესდღეობით? ჯერ ერთი ვიტყვი, რომ ძალიან მიხარია, რომ ესე მოხდა ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ყველა დღის და წამის მადლიერი ვარ, როდესაც არ მივიღე მანამდე ეს გადაწყვეტილება და დაველოდე იმას, ვინც არის და ვარ ძალიან ბედნიერი. მე კიდე ძალიან მიხარია, რომ მოტივაცია ვარ ამ გოგონების რა, ვინც 30 პლუს არის და შეჭმული ყავს უკვე სრულიად სანათესაო სამეზობლოს ოჯახს ყველაც რომ დაგაგვიანდა და უკვე დასრულდა და აღარაფერი წინ აღარ იქნება, გულისხმობ დაოჯახებას და გამრავლებას, ან უბრალოდ გამრავლებას, ან უბრალოდ დაოჯახებას. აი მაგათვისაც დიდი მოტივაცია ვარ და ვაგზავნი ხოლმე, ხო ვიცი, აი გოგოები მთხოვენ, რომ გამოგვიგზავნეთ ხო სამივე შულთან ერთად ფოტო, როდესაც რაღაცას მეტყვიან, უნდა ვაჩვენოთ ეს. მართლა უცხო ადამიანები. ვინც ხო ძალიან დადრგუნული ამ შეკითხვებით, ეგრევე ამ ფოტოს აჩვენებენ, რომ არაფერი არ არის ჯერ გვიანი. ისე ჩვენთან კაცია თუ ქალია, როცა ასაკი ეპარება, სახლშიც და გარეთაც პირველი კითხვა ხოლმე როდის რაღაც და ეს ფსიქიკას აკრებს, მაგრამ იმიტომ რომ პირად ცხოვრების ამბებია იქ, ხო? მე უკვე თან ისეთ ასაკში ვიყავი, რომ უკვე ის ხრჩობა გავლილი მქონდა, როდის უკვე იყო, რომ აწი აღარაფერი აღარ იქნება და რატო დარჩი არადარა კარგი გოგო ხარ, როგორ შეგეძლო და ეს უფრო დამდგუნველია კიდე რომ ყველაფერი დამთავრდა. ვაი მე უკვე აღარაფერი აღარ არის წინ და ეგრე არ არის გოგონებო. კარგი, ეხლა მოდი მივიდეთ შენს წონასთან, ხო, რომ ეს პრობლემაც იყო რაღაცა პერიოდში, ხო? ეს შენი აქტიური ცხოვრების ფაზებია, როცა შენ როგორც კარიერულად, ასევე პირად ცხოვრების სოციალურ თვალსაზრისით აქტიური ადამიანი იყავი. და ამ დროს წარვიწონა, ასე ვთქვათ, თანამდევი ფაქტორი იყო. ხო, რით იყო ეს გამოწვეული? მოხდა ისეთ, რომ მოკლედ სულ ვიყავი ესეთი პუტკუნა ბავშვი რა, არასოდეს ყოფილ ვარ გამხდარი და რაღაც ესეთი სწორი აღნაგობის სულ ვიყავი, არასწორი, ისეთი ძალიან ჭარბწონიანი. მე უკვე რო გავიზარდე რაღაცა მე-11 კლასში და მე უკვე სტუდენტი რო გავხდი, როგორც ხდება აქ რო ჩამოდიხარ უკვე ფასტ ფუდი შემოდი შენს ცხოვრებაში, რომელიც იქ არ არსებობდა სამეგრელოში და აქ სამეგრელოში ბევრი სხვა რამ კარგი არსებობს სამეგრელოში, მაგრამ იქ რაღაცა მშობლები, დედა, რაღაცა შენი რეჟიმი და აქ უკვე როცა სტუდენტი ხდები, ყველაფერი ყირაზე დგება. ნუ ყირაზე დგება და როცა მიდრეკილი ხარ კიდე უფრო და მოკლედ ძალიან გავსუქთი, აი ძალიან პირველი მეორე კურსი იყო ეს რაღაცა ძალიან დიდ ნიშნულს მიაღწია ჩემმა წონამ. ასე მაგალითად 128 კილოს. აი რო დავდექი სასწორზე და რო დავინახე 128 კილო, არასოდეს დამამწყდება ის სტრესი, რომელიც მივიღეთ, ან პატარა ვიყავი, ხო, 20 წლამდე. აი ვერ აღიქვამდი ამ წონას. მე მაგალითად ჩემსაც გეტყვი უცებ და სადღაც 1-4-3 წლის წინ ქუთაისში ერთ-ერთი დღეს მიიღებაზე ვარ ჩასული, ცხელა ძალიან, მაგრამ აი რაღაც და დამრჩა ეს ფორმა რა, პაციენტებთან სამუშაოდ და სანამ ფორმას მოვიძიებდი, მეთქი სადმე სუპერმარკეტში იმაში ტაცაცის მაღაზიაში შევიდეთ, რომ რაღაცა ზედას ვნახავ ფორმის დამაგვარს, და ფორმა ვერ ვიშოვე სამწუხაროდ რა. და ვიზომავდი ამ იმას, რა ქვია, სამოს რა და გადმოვიღე ერთი გადმოვიღე, ხედავ რომ ესე გავხედავ 3XL-ია რა. ესე? აი, ესე ჩავისვე მომდგარი მაგ ტანზე. გავხედავს, არა და გვერდიდან რო ხედავ. არის, აი. ვიცი. ამ ხელა რა. ვიცი, ხო. ხო და მე სარკეში ჩავიხედე და ეთყობა რაღაცა მომენტი იყო, რომ იმ დროს და აი გამეჭედა მაგრა რა. ეხაც არა ვარ ეხა შეთხელებულად, მაგრამ ნუ მაშინ რაღაც და ზუსტად 6 თვეში თუ რაღაც მაგ პერიოდში 14-16 კილო დავიკელი საკუთარი იმით რა. მაგარია. არა ეს იყო აღმოჩენა იყო რომ ბიჭო მივიდებ და მე ვარ ესა და მაგრამ ჩუმჩუმად გვეპარება. ზუსტად ეგრე იყო ჩემ შემთხვევაში, იმიტომ რომ გარშემო არასოდეს არავინ მეუბნებოდა რომ ოჰოჰო რა გჭირს და ამიტომ მეც ვერ ხვდებოდი. აი ყველა შენი პროდიუსერიდან დაწყებული მისი დიდ დამთავრებული ყოველთვის ვიყავი, ვაიმე რა ლამაზი ხარ, რა კარგ ფორმაში ხარ და ასე ყველა ჩემი მე. ნუ ეხა ადამიანს უყვარ ხარ შენ და ადამიანურია. ხო აი ეს ჭარბიწონა, ეს 126 კილო ჩემთვის ისეთი მოულოდნელი იყო, ისეთი სტრესული იყო, რომ მართლა არასდროს ის დღე არ დამავიწყდა. მე უკვე მივხვდი რომ აი ერთთვიანი დიეტა არ მიშვალიდა და არც ორთვიანი. აი რაღაცა ცხოვრების წესად თუ არ ვაქცევდი ამ ყველაფერს, ნუ ვერ მივიღებდი სასურველ სილუეტს და დავიწყე ყველაფერი.
რა დაიწყო? მხოლოდ ჰაერი, მხოლოდ წყალი, მხოლოდ მაწონი, მხოლოდ არაფერი. მართლა, ამით ტანჯვა, რაღაცა წონის კლება. ნუ მე მივაგენი ჩემთვის იდეალურ დიეტას, რომელიც რა თქმა უნდა საშინელება იყო. 3 საათამდე ვჭამდი ყველაფერს და 3 საათის მერე არაფერს. ანუ დილამდე? მართლა არაფერს, ოღონდ აი ფოთოლსაც არა, არაფერს. აი 3 როგორ ჭამდით, საათით ვჭამდი და 4-1 წუთზე უკვე ლუკმას ვატრიალებდი, იმიტომ რომ ისეთი ფიცი, კიცი ყველაფერი მქონდა მას ჩადებული და ნუ ამით ძალიან ცნობილი ვარ, ჩემი მრავალი წელი, რომ 3-ის მერე ლუკმას არ ვიდებდი პირში. ამ დიეტით 35 კილო დავიკელი და მე შევჩერდი. სადღაც 2 წელი მაქსიმუმ რა. მე გავჩერდი. მე დავიწყე ამ დიეტით მატება. ანუ 3 საათამდე რო ვჭამდი, უკვე ვიმატებდი. და ამიტომ ამოვიღე უკვე 3 საათამდე თუ ყველაფერს ვჭამდი, ნამცხრიან, ღომიან, ხაჭაპურიან და ხო უკვე ამოვიღე, ხაჭაპური ამოვიღე, ცომი ამოვიღე, შაქარი ამოვიღე, ყველაფერი ამოვიღე და ფაქტობრივად არაფერი დავტოვე იმ 3-მდეც. მე ნუ ამან უკვე ეს 2 წელი ესე გაძელია. 2 წელი და 2 წლის მერეც ვაგრძელე უკვე, რომ უკვე მატება დავიწყე და ამოვიღე ყველაფერი. აი ჩემი ცხოვრების ძალიან ბევრი წელი აი ამ სიგიჟეს ვაკეთებდი და ბოლოს უკვე რომ ორგანიზმი ძალიან გამომეფიტა, უშაქრო დიაბეტის ზღვარზე დავდექი ამ რაღაცა უაზრო დიეტებით და მაგრამ წონა ნუ დავიკელი. საბოლოო ჯამში მე აი ბევრჯერ შევცვალე დიეტა. მე გადავედი ცილების დიეტაზე, მე რაღაცა ბორშის დიეტა. ნუ ყველაზე ეფექტურად და ბოლოს რამაც ჩემთან იმუშავა, ეს იყო კეტო დიეტა. საბოლოო ჯამში დავიკელი 70 კილომდე. ეს ხდება სანამ დაოჯახდი და სანამ დაიწყო ორსულობების და სერიალი რო გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში იქიდან და მეც ეს სერიალი იყო მოტივატორი, რო თქვა ჩემ ზონაში დაგეკლა. მე უკვე კარგ ფორმაში ვიყავი სერიალში, მაგრამ რა თქმა უნდა ეს თვითკმარი არ ვიყავი, კიდე მეტი. ჩემთვის არ არსებობს სიგამხსრის საზღვარი, არ ვიცი შენ შემთხვევაში როგორ არის. აი ძალიან გამხდარია, ჩემთვის არ არსებობს. რაც უფრო გამხდარია, უფრო მომწონს ადამიანი. ეთქობა ეს ბავშვობიდან მაგ ეს რაღაცა თავში ჩადებული და ჩემთვის ძალიან გამხდარი ადამიანი არ არსებობს. ძალიან გამხდარი ავტომატურად ნიშნავს ძალიან ლამაზ და აი ამისკენ რაღაცა გიჟური ლტოლვა რო აი მეც უნდა ვიყო ძალიან გამხდარი და თან ძალიან მრგვალფორმიანი ვარ. ჩემგან ვერ მიიღებდი ძალიან გამხდარ ადამიანს, მაგრამ მე ძალიან ტანჯე ჩემი თავი. მოკლედ კახას გავყევი 59 კილო. და 59 კილო 120 რამდენიდან 126. ანუ წარმოიდგინე რა ომი გამოიარა ჩემმა. ამ პერიოდში ეს გარდერობის შეცვლის სიამოვნებები ქონდა? თუ ეტაპურად რომ მიდიოდა უფრო ნელ-ნელა. მე მაგალითად ესე უცებ მოხდა და ეს იყო ისეთი სიამოვნება იყო რაღაც დიდი ზომის თანსაცმელების გასხვისება, გაჩუქება და რაღაც ახალ ეხა ისენი მჭირდება ისე, მაგრამ ნუ არა, რა გჭირდება, გადასარავე ფორმაში ხარ. მადლობა, ეს რუჯის ამბავია, ისე. მეც რო გავიჯები ძალიან ისე ვარ. იცი რა არის? იმ პერიოდში ჩემი მთავარი საზრუნავი იყო ჩემი სილუეტი. ну არაფერი საფიქრალი მე გარდა იმისა რომ გავხდე არ მქონდა რა ეს იყო ჩემი ცხოვრების მიზანიც ჩემი ყველაზე დიდი სიამოვნებაც აი ადამიანები რომ ნახულობდნენ ნანუკა ეს შეხარეს იმხელა ადრენალინი იყო აი არაფერი სხვა ჩემთვის არ არსებობდა მართლა მოცული ვიყავი მხოლოდ იმით რომ ვიდიეტო და გავხდე ანუ მთელი ცხოვრება ძილის წინ რო გოგონები ჩემს ასაკში წვებოდნენ ფიქრობდნენ იმაზე რომ ვიღაცასთან რაღაცა მე სულ ფიქრობდი რამაცვია ტოპი მაცვია 1 მაისური მაცვია აი ხლა ისე 2 მაცვია და 3 1 მაისური მქონდა ოცნებად 1 მაისურს გადაიცმევ და გახვალ რო ზევიდან არ არსებობდა ჩემ შემთხვევაში ზაფხულში ვიხჭობოდი რატო გაცვიე ამდენი რა ჩემი სტილია რა ჩემი სტილია ვერ ვაჭენდი ვერაფერს და უბედურ დღეში ვიყავი და აი ჯერიმის დაჭერებაც გამიჭირდა რომ გავხდი ის სასურველი სილუეტი მე ვარ რაღაცნაირად არასაკმარისი არ იყო ჩემთვის ეგ რა რომ დავინახე ჯერ რვიანი რომ დავინახე გავგიჟდი სასწორზე მე 7 მე 6 და ანუ ვერ ვიჯერებდი ამ ყველაფერს მე რომ დავინახე ჩემი თავი მართლა როგორიც ვიყავი და როგორც მომეწანა რომ მოცულობ მაგარია ასე გადიხარდე და სახლიდან. იმიტომ რომ ასე არც მეძინა მართლა. დედა ნამდვილად ასე გადიხარ სახლიდან, იმიტომ რომ მართლა წარმოუდგენელი რაღაც ტოპი, რომელიც აი არ ვიცი, აი მაღალწელიანი შარვალი და ტოპი. აი ეს იყო ჩემი მთელი ცხოვრების ოცნება, რომ ეს ჩავიწმე. ძალიან მიხდებოდა.
სიტყვაზე უნდა მედოხა. კი, გენდობი 100%. კი, და აი ქუსლი გამორიცხული ყო, ქუსლი ერთხელ ჩავიცი მახსოვს და გაღუნული, გაუბედურებული მოვიდი, ჯერ ვერ ვიარე, მე ის წონის ქუსლი, მაღალწელიანი შარვალი, ტოპები, რა ვიცი, ჯინსი, ყველანაირი ოცნება ავისრული, რაღაც მინდა აწიისა. მაშინ ავიხდი ყველაფერი და კარგია ეგ რა, როცა შენ სტილს გძნობ კარგად და გიყვარს კარგად ჩაცმა. სხეული გეხმარება ამ ყველაფერში, რომ ისიც და მხოლოდ ეს კი არა, აი ყველაფერი. ხო, ნაოფეონება. მიღებულია. განცდილი მაქვს ეგ მოგვიყვება. მე მაინც ვცდილობ ხოლმე სამედიცინო სფეროში შევძინო ჩვენს პოდკასტს და რაღაცა კითხვები მაქვს ამის მიმართულებით. ბარიატრიაზე ხوار გიფიქრიან, ხوار გაგივლია კონსულტაცია, მაგალითად ქირურგებთან, ან ენდოკრინოლოგებთან, ნუტრიციოლოგებთან, მათთან ერთად ხომ არ გიმუშავია რაღაც პერიოდი? არა. აი ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი დანაშაული. იმიტომ რომ რა ვიცი, აი რაღაცა თვით ტანჯვის პროცესში აი ამ დაკარგულ კილოგრამებს რო ვაღწევდი და რაღაცა არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში პერიოდი, რომ რაღაცა იწონა, გამეჭედა და ვეღარ დავძარი და აი ამ სხვადასხვა კაბალური დიეტებით მიდიოდა წონა და შესაბამისად რაღაცა არ მოვიდა ეს ფიქრი, რომ რაღაც სწორად და ექიმთან ერთად დაიკლო, რაც ყველაზე დიდი შეცდომა არის ჩემი მაშინ დაშვებული და პრინციპში იცი რა არის იმან როდესაც მე მივახცე უკვე საბოლოოდ იმ მიზანს რაც მინდოდა და მე გავხდი ძალიან და ეს სილუეტი ჩემი ძალიან მაკმაყოფილებდა და ესი ზომაც და ემი ზომაც რომელიც ჩემთვის წარმოუდგენელი იყო უკვე ჩემთვის გახდა ჩემი ზომა აი იქ დამთავრდა ეს რაღაცა ავადმყოფური დამოკიდებულება აი ამ სიგამხრის მიმართ აი ახლა 40+ არის, ხო? ახლა ის კილოგრამები ისევ ამდენი ჩემი ნაომარი კილოგრამები ისევ ყველაფერი მობრუნდა. კარგი, მანდ ეხა უკვე 40+ რატო ვახსენე? ასაკიც 40+ არის, ხო? ქალის ორგანიზმში ეს ასაკი გარდამტეხი ასაკი არის ხოლმე ესეთი ჩვენს პრაქტიკაში, პლასტიკურ ქირურგიაში, ესეთურ მედიცინაში არის ხოლმე, როცა გვეუბნებიან, რომ აი მე ერთ დილასაც გავიღვიძე სარკეში, ჩავიხედე და მე ის აღარ ვარ, სხვანაირი ვარ. ყველაფერი ჩამოიშალა, ჩამოინგრა. ეს ძირითადად უკავშირდება ზუსტად 38-42 წლის ასაკს, იმიტომ რომ ნეიროჰორმონალური ცვლილებები მიდის რადიკალურად ამ დროს ქალის ორგანიზმში. კაცის ორგანიზმში ცოტა სხვა მექანიზმია. აბსოლუტურად ცოტა სხვანაირი მექანიზმია. აი შენი 40+ ეხა, როდესაც სამი შვილის დედა გახდი ესეთ მოკლე პერიოდში და ეს მართლა დიდი სტრესია. დიდი პოზიტივია, უდიდესი ბედნიერების განცდა, მაგრამ ფიზიოლოგიურ დონეზე ეს დიდი სტრესია ორგანიზმისთვის. გამოწვევა, ლაქტაციის პერიოდები, ორსულობა, ესე წონაში მატება, კრება. კარგი, ეხლა როგორ არის შენი წონის ამბავი? მაგალითად, მზარდია, ისევ დაიწყე რაღაცა მუშაობა საკუთარ თავთან, თუ ახლაც უარყოფ რომ სამედიცინო თქვათ რეკომენდაციები გჭირდება? როგორც კი უკვე გადის 6 თვე და მე ვამობ რომ უკვე დადგა დრო რომ მე მივიდე ენდოკრინოლოგთან, მივიღო სწორი რჩევები, დავიწყო სწორად კვება, ეგრევე ვიგებ რომ ვარ სრულად. კიდე გადის 6 თვე. გავიდა ეხა 6 თვე. 6 ჯერ არა, 3 თვე გავიდა. გავიდა 6 თვე, მე ისე დავლაგდი აქ, ვითომ დავლაგდი. და ვამბობ რომ მორჩა. ახლა უკვე სწორად უნდა და ისევ გავიგერო ვარ ორსულად. მერე მესამეც და აი ახლა 6 თვე რო გავა. ყველა ვარიანტში მივახწევ ექიმამდე, ყველა ვარიანტში მივახწევ იმას რომ ჩემთვის ტანჯვის გარეშე მივიღო შედეგი და დავიწყო სწორი დიეტა, თუმცა ახლა რასაც შემით ვაკეთებ არის ის რომ არანაირი ტკბილი, არანაირი ცომი, არანაირი შაქრიანი, ანუ ის რაც არანაირად ლაქტაციის დროს არ ჭირდება ბავშვს და რატო გაქიხა ეს? რატო ელოდები ამ 6 თვეს? რაღაცა შენ თვითონ ხო არ იქმნი წინასწარ იმ სცენარს 6 თვეში ისე იმ წრეზე დადგე რა წრეზე სამჯერ დადე. არა, ისე იმ წრეზე არ დავდგე. რა ვიცი, რაღაცა ესე მესმის ექიმების განს რომ 6 თვე მაინც ვერ გახდები. 6 თვე ჰორმონალური რაღაცაები მიდის ხელში და აცადე შენ თავს და ნუ ტანჯავ და დაიცადე და დამშვიდდი. ხო და მეც და ისა ვარ, დამშვიდებული ვარ და ჩემით რაღაცებს ვარ. მარათონი რატო დაანონსეთ სოციალურ ქსელში რაღაცა არის? ისეთი მაგარი იქნება რომ რა ვიცი. მე ჩავიბრე.
წარმოედგინე. დასკერწეში რემაინდერი რაღაც შემატყობინეთ. როგორი мотиваცია, მე ყოველთვის მეზარებოდა მარტო არაფერს გაკეთება არ მინდა. წარმოედგინე. შეჯიბრება. ადამიანები, ვისაც ჭარბიწონა აქვს და ვისაც აწუხებთ, ბევრჯერ ვამბობ ამას, ადამიანები, ვინცაც ჭარბიწონა აქვს, არ აწუხებთ, არიან ყველაზე ლამაზები და თავისთავად მიღებული აქვს და ეს არის იდეალური მდგომარეობა, მაგრამ ისე რომ ტანჯავს ჭარბიწონა როგორც მე მტანჯავს, ეგეთი ადამიანებისთვის ესეთი ჯგუფური დიეტაც, ჯგუფური ვარჯიშიც, ჯგუფური რაღაცა გამხნევებაც მგონია რომ არის ძალიან კარგი და კეთილი საქმე. პირდები რომ ჩამთავ. იცი რა არის, არ გაგჭარბიწონა და აი ჩვენ უკვე გადაგამისამართებ რომ სხვაგან წახვიდეს დაგარწმუნონ რომ ჭარბიწონა. არა, უყურე მაქვს. მე ამაში 100% თვითონ რომ სასწორი სხეულის მასის ინდექსი, ჩემი შინაგანი შეგრძნებები, ფიზიკური ასე ვთქვათ, შესაძლებლობები ყოველ დილას ვარჯიშობ. ყოველ დილას მე 7 საათზე ვარ გარეთ და 3-4-დან 7-8 კილომეტრამდე ეს დღეს არ ვაგდებ. სადაც არ უნდა ვიყო, ეს ჩემს რეჟიმში არის ჩასმული, შაქარს მე საერთოდ არ ვღებულობ, ვცდილობ რომ პურფუნთუშეული მინიმუმამდე დავიყვანო, წყალს ვღებულობ 2-3 ლიტრს შეძლების დაგვარად ყოველდღიურად, თავს გზნობ ფანტასტიურად. კი, ცალსახად, მაგრამ გარკვეულ ადგილებში გარკვეული ფორმები ეს არის ღზე იწყება, ეს არის ღაბაბი და ღიპი ვერ მოვიშორე რა და მაგრამ იტყდება ეგ ამბავი. ოცხოში მაგ მარათონს თუ ამოაგდებს რაღაც პოინტში. ეს ხუმრობის გარეშე გეუბნები. ეს მარათონი ღაბაბზე და ღიპზე უფრო მეტია, მაგრამ დიდი სიამოვნებით მიგიღებთ ჩვენ გოგონები ამ მარათონში, იმიტომ რომ გჭირდება. გენდერული უმცირესობა იქნება. რაღაცნაირად თუ გოგონება მომწერეს. თუ დახურული ჯგუფი არ არის, კი, არ არის დახურული ჯგუფი პირიქით, შენ ჩვენთვის ძალიან საჭირო ხარ. და ერთად ვიმუშაოთ. მაგარია. ნანუკა, მე გეტყვი ერთ რამეს, რომ მაგალითად ყავს მეგობარი, რომელმაც თხოვა დახმარება და ჩემს კოლეგასთან ლაშასთან გაუშვი უჩავასთან ამ გოგონას უნდა ოზემპიკის გაკეთება. ნახე რა ხდება, შენ იცი ეს შეიძლება, მაგრამ ბევრმა არ იცის და გამოვიყენოთ ეს ჩვენი პოდკასტი, როცა ადამიანი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაიკლოს წონაში. აი, ყველაფერს აკეთებს. აბსოლუტურად იცავს იმ რეკომენდაციებს, რაც სადღაც წაიკითხა, მოისმინა და 1-3 თვის მანძილზე მაგარ წვალობს. და არაფერს წონაში ძვრა არ არის. ვითომ ყველაფერი კარგად არის, წონაში ძვრა არ არის. ეს რა ხდება? ანუ გარის ორგანიზმში გარკვეული მიკროელემენტები, ნუტრიენტები, ვიტამინები, რომელთა თუნდაც ან ჰორმონები, რომელთა თუნდაც უმნიშვნელო დისბალანსი არ არსებობს შანსს, რომ ადამიანს მისცეს წონაში კლების საშუალება. აი, რაც არ უნდა მინუს კალორიაში გადავიდეს, რაც არ უნდა ენერგეტიკული წვა გაზარდოს და თქვა, ხო, უდიდესი სტრესია, ხო, და არ იკლებს წონაში. ამიტომაც ის ოზემპიკი ესეთი ცნობილი პრეპარატი იყო, რომელზეც მეც მაგ ჩემი ვნებები მის მიმართ და ვამბობდი, თუ სწრაფად ვერ დავიკელი, მეც ხო არ აი მაგაზე ყავდა მე ლაშა უჩავა, ჩემი კოლეგა ენდოკრინოლოგი, რომელსაც აქვს ჩემი მეგობარი, მოვიკითხოთ დიდი სიყვარულით და მასთან ზუსტად გაუშვი ეს ადამიანი და აღმოჩნდა, რომ იმდენი პარამეტრი იყო დასაბალანსებელი მის, ასე ვთქვათ, მაჩვენებლებში, რომ ამ პარამეტრების დაბალანსების შემდეგ შეიძლება მხოლოდ ამ მედიკამენტური თერაპიის დაწყება. ამიტომ ბევრ ადამიანს ვისაც აქვს გული გატეხილი, რომ არ გამოზდის დიეტა, ვერ იკლებს, იმიტომ რომ თვითონ აკლებს რაღაცას ძალას, ეს ასე არ არის. თვითონ ყველაფერს შვება ადამიანი. მოტივირებულია, ყველანაირად გულით უნდა ამის მიღწევა, მაგრამ პატარა კორეგირებები ყოველთვის საჭიროა. სწორედ ამიტომ ამ 6 თვის გავლის მერე თუ შენ გაივლი კონსულტაციას, მით უმეტეს მეგობრები ყავს, აგერ უკვე აღნიშნე, ცნობილი კარგი ექიმები და გაიარეს კონსულტაცია და ყველას ურჩიოთ იგივე რა. აუცილებლად. არა, ეს არის დაკარგული დრო, რომელიც მე რაღაც არ ვიცი, 10 წელი რასაც ვეჭიდავე, შემეძლო რომ გამეკეთებინა თვეებში და რატო უნდა ხო, სწორედ, დროს დაკარგავ. მე დროსაც კარგავ, მე мотиваცია გიტყდება. რაღაცა ის აღარ გინდა მე ამის გაგრძელება, ბრაზდები საკუთარ თავზე, მე უარესად იწყებ. გარდა იმისა, რაც ახლა შენ ჩამოთვალე ამ წონასთან არსებული პრობლემების, ხო? ორსულობის შემდგომ ხშირად ვლინდება თმის წვენა, ბრჭყილების ხარისხი ფუჭდება, კანის სტრუქტურა ფუჭდება, სტრიები ჩნდება. ამ მიმართულებით ხო არ ქონია მსგავსი პრობლემები, თქვა ასეთი სწრაფად მიჯრით სამი ბავშვის გაჩენის პირობებში. ნახე, რაღაცა ხო, რაღაცა, რასაც იბრძვი შენი მთელი ცხოვრების განმავლობაში წონაზე ვისაუბრეთ, ის შეიძლება იყოს სამადლობელოც რაღაც ეტაპზე. ანუ მე იმდენად
დიდი წონიდან მე გავხდი, მე რაღაც პერიოდი ისევ მომიმატა, ისევ დავეკლეთყობა ჩემი ორგანიზმი, რომ მიჩვეული ამას, რაღაც ელასტიური კანი გამომიმუშავდა, თუ არ ვიცი რა არის. სტრიანული. არც ერთი სტრია, მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი მუცელი მქონდა სამივე ორსულობაში და ძალიან დიდი წონა მომიმატა. 55 კილო მაქვს წარმოიდგინე და მე უკვე გახდომას ვერ ვასწრებდი, რომ მეორე ორსულობა ის თავის თუნდაც ცოტას ვიმატებდი, მაგრამ უკვე ეს დამატებული იყო ამ წონაზე და მესამე ორსულობა ძალიან გამიჭირდა ამ წონის გამო, მაგრამ სტრიები და კანი იდეალურად. ჭხილებით მის სტრუქტურა თმის ცვენა ხო არ გამოვლენია? აი თმის ცვენა ლაქტაციას რო ვასრულებ, აი მე უფრო მაქვს ხოლმე. რა საიდუმლო არის? ეს საიდუმლო არის რაღაცა, ხო? მოდი ახლა დაფიქრდი, აბა რა არის? გენეტიკა გაქვს ესეთი მძლავრი, რომ ასეთმა ორსულობამ ამხელავ სტრესმა ვერ ხნა ვერაფერი, ხო? ჯვარი გეწეროს მერტი გარავდეს რა თქმა უნდა, მაგრამ რა არის ის? შეიძლება შენი ყვება ეს რაციონი ამ პერიოდში, როცა ორსულობა მიდის, რაიმე სხვა არ ღებულობდი დანამატ სახით რაღაც აქტივობა ხო არ ქონდა ხო არ იყო რამე განსაკუთრებული თქვა ისე იცი რა არის მე მაინც მგონია რომ კანის მოვლა აუცილებელია და ძალიან მნიშვნელოვანია ანუ ეს რუტინა რო არ ჩამეტარებინა არ მგონია რომ ესე ადვილად ოპა ანუ კანს ამ პერიოდში შენ უვლიდი ინტენსიურად წავედით რაღაცა კონკრეტული ბრენდები რო არ ავიღოთ, ვისაც რისის შესაძლებლობაც აქვს, იდეალური რჩევა მაქვს მათთვის. მოკლედ, ხო არსებობს ორსულებისთვის სტრიების საწინააღმდეგო ზეთი. კი, ზეთების კრემების პროგრამა. ხო, აი, საცხიც არსებობს. აი, მე ორივეს ერთმანეთში ვურევდი და დღეში რამდენჯერაც გადაივლებთ და შხაპს მიიღებთ, იმდენჯერ ძალიან ისე მსუყეთ ვისვამდი ამ კრემს და ზეთს ერთად. აი, ყოველ ჯერზე, როგორც კი ტესტი მაჩვენებდა ორსულად ვარ, იქიდან ვიწყებდი ოღონდ გასუქების და მუცლის წამოწყების მე არა. აი იმ ადგილებში, სადაც ჩემი გამოცდილებით ჩდება სტრია და ჩემი მეგობრების გამოცდილებით, ყველგან აი კარგად მსუყეთ ხმარობდი აი ამ ზეთს და საცხს ერთად. ეს მგონია რომ ძალიან დამეხმარა. გარდა იმისა, რომ გენეტიკურად დედაჩემს არც ერთი სტრია არ აქვს. ესეც ნუ გენეტიკა რა თქმა უნდა და ნუ კიდე ჩემი აჰავას ამბასადორი ვარ და ჩემი აჰავათი კიდე გაჯერებული ვარ თავისთავად და ხო მეც რო დავხდა მეგონა რომ ჩემი რაღაცა ღვიძლი შვილი დავინახე მოდი წარვადგე შენთან ერთად აჰავას ვერ გვითხარი აჰავაზე რასი იყენებ ხოლმე პოდკასტის სპონსორია აჰავა მკვდარი ზღვის უნიკალური მინერალებით გაჯერებული კანის მოვლის საშუალებები ისრაელიდან აჰავა გვთავაზობს სახის სხეულისა და თმის მოვლის საშუალებებს ქალბატონებისა და მამაკაცებისათვის აჰავა თითოეული პროდუქტი გაჯერებულია 20-ზე მეტი უნიკალური მინერალით, რაც უზრუნველყოფს კანისა და თმის განსაკუთრებულ მოვლას და სიჯანსაღეს. დავამატებ იმასაც, რომ ეს ბრენდი სრულად ორიენტირებულია ეფექტურობასა და მისი გამოყენებისას შედეგი გამოკვეთილად თვალსაჩინოა. ეს მნიშვნელოვანია და თან თურმე ნანუკას იყენებს აჰავას. ეს შეწყობილი არ არის დედას კეპიცები. არ არის დედას ვიცა ვარ მეც რო დავინახე, გავგიჟდი რომ აჰავა დამხვდა აქ. ეს პაჩები უნიკალური, ოქროს პაჩები სხვათა შორის, აი დილას თუ საღამოს ისე მქონდა რომ აი თითქმის საოპერაციო ვიყავი, მაგრამ ჩემი პაჩები კარგად შველის აი ამ შეშუპებას. დილას იდებდი ამ პაჩებს მაგათაც? დილას ვიდებ სულ ხო, აი სანამ ბავშვებს ბაღში წავიყვან ეს პაჩები არის. აი აქედან რა გეცნობა კიდე? აქ ყველაფერზე შემიძლია დაუსრულებად ვილაპარაკო, ეს არის ოქროსფერი ხაზი, რომელიც უნიკალური ხაზია და სხვათა შორის ეგრე არა აქვს, რომ აი ცხიმიან კანს უხდება და მშრალ კანს არ უხდება, მათი შემადგენლობები უხდება ყველანაირ კანს, მე მაქვს უმშრალესი კანი და ლაქტაციის პერიოდში და ორსულობის დროს მათი შემადგენლობებიდან გამომდინარე, ჩემმა გურუმა ჰავასი მითხრა რომ ორსულობის დროს მაინც არ გინდა, ანუ მისი შემადგენლობა წარმოგიდგენთ ძლავრად შედის ორგანიზმში, რომ ორსულობის დროს არ ვიყენებდი ამ კონკრეტულ ხაზს. კარგი რეკომენდაცია, მადლობა. გადასარევი რეკომენდაცია. თუმცა მას აქვს ისეთი სისი კრემები და ისეთი გამოსაყენებელი რაღაცები, რაც ორსულობის დროსაც აუცილებლად საჭიროა და ამზადებს კანს იმისთვის, რომ ორსულობა რო დასრულდება, აჰავას ისევ მიუბრუნდეთ. ჩემი ფავორიტი არის მწვანე ხაზი, იმიტომ რომ მე მშრალი კანი მაქვს და ძალიან უხდება ჩემს კანს და მოკლედ მე და აჰავა განუყრელები ვართ კანიც, თმაც, სახეც, ყველაფერი ჩემი ეკუთვნის მას. ძალიან მაგარია. რატომ შეიცვალეთ მის ფერი? იმიტომ რომ მე ის იუმორი გამიმეორო. კადრს მიღმა რაც ხო. როგორც გინდა.
მართლა ეგრე აქვე ხომ რომ მგონია რომ ვარ კარადა და წითელი ისდევს ჩემოდანი დევს როცა ვუყურებ ჩემს თმას და თავს ამ სილუეტში არ მომწონს იმ ჩემი თმის ფერს უხდება ცოტა რუჯი კარგი სილუეტი ნუ მე ჩემთვის მგონია რომ არ უნდა ხა თმით კიდე ყურადღების მიქცევა არაფერი ნუ ყოველთვის ამ ეტაპზე ეს მოგწონს რა კარგი რაიმე ინექციურ პროცედურებს ხომ არ იტარებდი ან ხომ არ ფიქრობ რომ ჩაიტარო იცი რა არის, როდესაც რაღაცეები შევამჩნიე ჩემს თავს უკვე ვიყავი იგუნაზე ორსულად და ამიტომ მე მოვიფიქრე რომ გადავდოდო. არ ვიცი ხა რა მითს ვამბობ, ლეგენდას ვამბობ თუ ექიმები დამცინებთ ამაზე, მაგრამ დედასპიცა ვარ, აი სამივე რო გავაჩინე და ეხლა იმ რაღაცებს ვერ პოულობ, იმ რაღაცა ადრე რაც შენ თვალში ხდებოდა აღარ არის. ეთყობა ან ძალიან შევივსე და აღარ ჩანს ისინი, ან არ ვიცი რა მოხდა, რაღაც ჩემი კანის სტრუქტურა გაცილებით უფრო უკეთესი არის ვიდრე დაურსული. მაშინ წონაში ხوار ქონდა ნაკლები წონა და ახლა ცოტა შევსებული რაქსავილი მაგ. პირველი ორსულობის მერეც ხო შევივსე, მაგრამ არის აშკარად რაღაცნაირი ცვლილება და არის ეს პროცესი თუ ბავშვს პროცესი ახალგაზრდებს ხო როგორ არა იმიტომ გეკითხები. ნებისმიერი ქალი 40 წელს მიაღწევს თუ გადააბიჯებს თუ მანამდე ორი პროცედურა არის ძალიან კარგი მარტივი ეს არის ბიორევიტალიზაციები ანუ დატენიანება ქსოვილის და ბოტოქსინის სწორად გამოყენება ანუ ბოტოქსის პროცედურები ორსულობის დროს ბუნებრივია ეს არ არის რეკომენდებული ლაქტაციის დროს ეს არ არის რეკომენდებული მაგრამ ნახე მიუხედავად იმისა რომ თქვენ ახსენეთ რომ მე კიდევ უნდა დაველოდო ექიმების რჩევით 6 თვე რომ დავბალანსე და მე მივხედო ჩემს წონას ხო აქ წონასთან მიმართებაში აი ამ პროცედურების წარმოებას არანაირი კავშირი არ აქვს. ამიტომ ორსულობის მერე როცა ქალი მორჩება და ასრულებს ლაქტაციას, ბიორევიტალიზაციის და ბოტოქსინის საშუალებით შეიძლება სწრაფადვე დაიწყოს საკუთარი თავის გაჯანსაღება, რომ მარტივი ეფექტური და სწრაფი შედეგით დაუბრუნდეს თქვა თავის ისე მეტნაკლებად სასურველ ვიზუალს. კარგი, რა არის შენი რუტინა, ანუ ჩვეული რუტინა, აი დილიდან საღამომდე. აი ერთი ბრენდი ახსენე, თქვა აი როგორ იღვიძებს რაღაცა ცივი წყლის აბაზანები, სიარული, ყველაფერი იქნება მტკნარი სიცრუე, ეხლა რომ დავიწყούμε ჩემს ქალურ რუტინებზე საუბარი, არაფერი არ არსებობს. რომელ საათზე ვიძინებ, რომელ საათზე ვიღვიძებ, ბავშვები როგორ ყავს ბაღში. მე ანუ ეს რაღაცა დრო, რომელიც ეკუთვნოდა ჩემს თავს და ჩემს რუტინებს, აღარ არსებობს ჯერჯერობით. მანამდე არსებობდა? მანამდე როგორ არ არსებობდა, აბა? ყველაფრის საცხი მქონდა სხვათა შორის მამა ჩემი იყო ჩამოსული მაშინ ცოცხალი იყო ვიბრანჭები სადღაც მივდივარ და ნუ გამოვედი აბაზანიდან და ეს ფშხილის საცხი მერე ხელის საცხი მერე აი თვალების ცალკე დავიდე ბაჭები მე მამა ახლა ხარ შე დასაბანიო მითხრა იმერი გამწაის ხო და ანუ ეგეთი ვიყავი და ახლა კარგი, ცეცოდეს გადაღებებამდე, ჩემ შორის დაკრებს გადაღებებამდე, როგორც ცნობილია, შენ როცა დაკამტკიცე სამროულზე და დაიწყო უკვე გადაღებები, სოციალური ქსელიდან გაქრა შენი ადრინდელი ფოტოები. და სადაც შენ შედარებით ჭარბი წონით იყავი დაფიქსირებული. ირიქით, მე რომ მივხვდი რომ ცხოველი ინტერესი წამოვიდა და რაღაცა წარმოუდგენელი რამ მოხდა ჩემს თავს პირველად მიდავდე ეგ ფოტო რომ მე ასეთი ვიყავი და ახლა ასეთი ვარ. ოკეი, ანუ არ იყო და უბრალოდ შენ ამისი მე ყველაფერი მართლა არაფერი არ მქონდა, ანუ არ მსიამოვნებდა იმის დანახვა რაც იყო, მაგრამ აი პოპულარობის პერიოდში შექებისთვის თუ ყოჩაღრა გიქნიასთვის რა არის რაღაცა უცებ მომინდა რომ აი ესეც ვაჩვენო როგორი ვიყავი და ახლა როგორი ვარ და ძალიან ბევრი რაღაცა შეიცვალა აი იმ პერიოდში ჯერ რო გავხდი ზოგადად ჩემი თავი ხო ძალიან მომწონდა ვიზუალურად ძალიან შევიცვალე და მე სერიალი რო გავიდა და გიჟივით უკითხულობდი კომენტარებს თავიდან, ანუ მთელს ღამებს ვათენებდი. მართლა? აუ ეს ბულინგიც იყო იქ, არა. სიყვარული იყო სუფთა, სიყვარული იყო და კიდე იყო, აი ყოველი მესამე კომენტარი, რომ რა ლამაზია ვინ არის. და აი ამას ვერ ვიგებდი ვიზი ამბობდნენ, იმიტომ რომ რატო რა? არასოდეს ეს ეპითეტი ჩემი მისამართით მე არ გამიგია. აი
რასაყვარელია, ოკეი, მის გარეშე ვერ გავძლებთ, სული, გული, კარგი მეგობა, ყველაფერი გამიგა. რა ლამაზია ასეთი ფორმულირება ჩემი მისამართით, არასოდეს გამეგოდა. აი ამას რო ვკითხულობდი, უცხო ადამიანები რო წერდნენ, ანუ რაღაცა იყო დაუჯერებელი კომპლიმენტი, რომელიც მთელი ცხოვრება მინდოდა მიმეღო და აი ამ უცხო ადამიანებისგან. მაგრამ მიუხედავად ამისა, შენ ამ პერიოდში ძალიან გამხდარი და ესეთი რაღაცა არა, უბრალოდ ის აღარ ვიყავი 126 კილო ადამიანი, რომელიც რას ეტყოდი იმ გოგოებს, ვისაც აკომპლექსებთ ჭარბი წონა. მე არ ვამბობ ხა და ამომძიმებელი რაღაცა სუპერ მასა და ადამიანს როცა ფიზიკურად ჯანმრთელობის პრობლემა უდგება. აი ახალგაზრდა ადამიანი და ჭარბი წონა აქვს და არის დატანჯული. დააგრძელოს ეს ტანჯვა წამება თუ რა იმოქმედებს თუ მიიღოს თავისთავისე როგორც არის. არავითარ შემთხვევაში. თუ შენი სხეული გაკმაყოფილებს მოგწონს, ხარ 40 კილო თუ ხარ 100 რაღაცა უსასრულობა წონა, იქ უნდა იყო ბედნიერი. თავარი ფორმულირება არის ეს. შენ თუ უბედური ხარ, შენ თუ არ მოგწონს, შენ თუ გაკომპლექსებს, შენ თუ შენი სილუეტის დანახვა არ გინდა, შენ თუ გეტირება, აი მე რაც მჭირდა, აი ჩემს ვიზუალზე, თუ ესე იტანჯები, აუცილებლად ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ მიხვიდე შენს მოქმედება. შენს სასურველ სილუეტამდე, იმიტომ რომ იქ იმხელა სიამოვნება გელოდება და რომ ახსენდება ეს ყოველი დღის შედეგი რა სიამოვნება იყო ჩემთვის აი ვერაფერს ვერ შევადარებ მართლა აი თითქოს მე ვიყავი აი რა ვიცი ყველა მოვიგე ყველაფერი მოვიგე ყველა პრიზი მოვიგე ყველა ომი მოვიგე აი ოსკაროსანი ეგეთი შედეგი მქონდა მართლა რომ აი სხვა ადამიანიდან სხვა გამოვწერწე და ვიტანჯე მაგრამ მაინც გამოვწერწე დღეს სოფლიოში 90, 60, 90 აღარ არის ტრენდული და მოდური და ასე ვთქვათ, აღარ არის ესე რაღაცა სტანდარტი, რომელიც ადრე ძალიან კაფეოდ დომინირებდა როგორც მოდის ინდუსტრიაში, ასევე სოციალურ 90, 60, 90 რაღაცა იყო, საიდანაც ადამიანი მიიღწოდა. ხო, პირობითად, მაგრამ დღეს მივედით და კაცობრიობა მივიდა იქამდე, რომ ადამიანის შინაგანი ბედნიერება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაღაცა დოგმატიზირებული პარამეტრები. ამიტომ მოდაც და ეს ინდუსტრიაც, ამხელა ინდუსტრია გადაერთო უკვე ჩვენებებიც კი არის, როცა ასე იგი ფუმფულა სხეულის ნაკვეთებით ადამიანები პოდიუმზე გამოდიან და სხვისთვის აკეთებენ ხო ამას მარტო საკუთარი თავის ჩვენება ხო არ არის რომ ძალიან ლამაზები არიან ფიქრები ძალიან მაგარია მე რამოდენიმე ნანახი მეც ვფიქრობ ხოლმე რომ მეც რო ესე მომწონებოდა ჩემი სხეული როცა აი მას ვგავდი აი რაღაცა მსგავსი კილოგრამების ვიყავ რა ბედნიერი ვიქნები აი რა მინდოდა ვამბობ რომ აი რა ლამაზია თვითკმარი ადამიანი რომელსაც მოსწონს დიახ ის თავისი ჭარბი წონა ყოველთვის სულ ყოველთვის მე ყველას ვისაც ხვდები რაღაც ამ თემის ვეხები შინაგანი ბედნიერება შინაგანი სიმშვიდე აი მადლიერებაში ცხოვრება, საკუთარი თავის შეყვარება, ჯანსაღად ისეთი როგორც ხარ, ნომერ პირველი ამოცანა ამ სამყაროში, არაფრის ძიება, სხვა საზრი არ აქვს და ამ სიყვარულის პირობებში შეიძლება მე იმუშაო საკუთარ თავზე, შეხედო გვერდიდან შენ თავს და გარკვეული განვითარებებს მიაღწიო, ხო? სასურველი წონა თავდაჯერებულობაზე აისახება შენი აზრით? ძალიან აისახება, ჩემსაზე ძალიან აისახება და თუმცა აი ახლა ხო გეუბნები, ახლა ამ 120 კილოდან და მაშინ იმას 26 კილოდან გადასახედი. ანუ საერთოდ სხვადასხვა არის. ახლა საერთოდ აბსოლუტურად არ დგას ჩემი დღის წესრიგში გაგიჟებით, რომ აი როდის უნდა გავხდე და იმიტომ რომ გამოცდილება აქვს უკვე. ზუსტად ვიცი რომ როცა მომინდება, მაშინ ვიქნები იმ სილუეტის, როცა მე მინდა. ახლა ვიცი რატომაც ვარ ამ წონის და რა მოვლენის საპირწონედ და ამიტომ ხმის ამოღებას საერთოდ არ ვაპირებ. აი, მაგარი იყო. ძალიან მაგარი. არ ვაპირებ ხმის ამოღებას, რომ აი ოდნავ წაწუწუნებამ ღმერთმა არქნას რამე არ გამოიწვიოს და აი ამიტომ ახლა ვარ შვიდად წყნარა, ნაბიჯ, ჭკვიანურად, სწორად და აი მჩებს ფიზიკური აქტივობა ფიზიკური აქტივობა იმის პარალელურად ხდებოდი მაშინ იყო აი რა ვიცი გიჟურად ისეთი რა სახის ფიზიკური აქტივობა აი ყველაფერი ბოქსზე ვიარე, ცურვაზე ვიარე, წონებით ვარჯიშობდი, პილატესი, იოგა, ყველაფერი ვცადე და აი სულ რომელმა გაამართლა უფრო მეტად იცი რა არის ყველაფერმა ერთად სავარაუდოდ აი იმ პაუზის გარეშე ვარჯიშმა თავისი შედეგი გამოიღო იმიტომ რომ მე ამ ხელა წონი დავიკელი და კანი არ მქონდა დაკიდებული
პირდაპირ კავშირი მაგასთან არ არის, მაგრამ მაშინ პატარა ვიყავი, თან დაეთყობა უფრო მარტივი ამბავი იყო და აი ახლაც ხო ის 6 თვე არ შეიძლება. მე ხო საკეისრო კვეთას ვიკეთებ და დაზოგვა უნდა ცოტა. ჭირდება 6 თვე უნდა გავიდეს, რომ მე რაღაცა აქტიურ იმაში ჩავერთო. თან ამორსულობებს მე თიაქარი გამიჩნდა. ხო და ეხა ვარ სხვარზე, რომ თან ოპერაცია უნდა გავიკეთო, თუ არ გავიკეთო იქნებ წონით და იმით რჩევა შეიძლება მოგცე წონაში დაიკლე და მე გადაწყვეტ. მანამდე პრევენცია. წონაში რომ დაიკლებ და დადგების ნანუკა დადგება იმ წონაზე, რაც არის მისთვის არის ოპტიმალური, აი მე წდება უკვე ოპერაციული ჩარევა, რა მასშტაბის არის, იქ შეიძლება აბდომინოპლასტიკა, აი პლასტიკური ქირურგია ზუსტად მანდ არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი. მე არ მომობ რაღაცა მეგა ჩარევებზე, მაგალითისთვის, აი ნახე, როცა არის თიაქარი, მუცლის წინა კედელზე, ან დიასტაზი კუნთების, როცა შორდება ერთმანეთს კუნთები და ორსულობების მერე ძალიან ხშირია. ხერხების თიაქარი ცოტა სხვა თემა, ჭიპის თიაქარი მაგალითად, ხო? ან საკეისრო შემდგომი ზონის თიაქარი. ერთობლივად კეთდება ეს ოპერაცია, თიაქრის პლასტიკაც კეთდება, ჭარბი კანცხიმოვანი შის მოცილებაც კეთდება და ადამიანი სწრაფად ღებულობს დიდ სტიმულს, რომ თქვა ფორმაში ჩადგეს გარდა საკუთარ თავზე წონის მიმართულებით მუშაობისა. ეს ძალიან ისეთია. კარგი ოპერაცია, ძალიან კარგი ოპერაცია. მეც გეთახმა, იმიტომ რომ ყავს უახლოესი ამ შედეგით, ჯერ რო მოიცილა მუცელი, მე ჭარბწონიანი იყო და მე მაგრად იმიტომ რომ მაგარი მოტივაციაა. მეთქინა თუ ოდესმე შეეძლო ამის გაკეთება და იუარჯი შეიდიეტა და აი გადასარევი. აი ზუსტად ეგ არის ეს სხეულის პლასტიკებში ერთ-ერთი წამყვანი თემა, როცა ადამიანი დაასრულებს გენერაციულ ფუნქციას, ანუ გამრავლების ფუნქციას, მერე პაუზა პატარა, წონაში სტაბილიზაცია და შემდგომ მცირე მოცულობის ლიპოსაქციებით აბდომინოპლასტიკა იძლევა ფანტასტიკურ ესთეტიურ შედეგს. ჩვენ გვაქვს ასეთი კიანარა, მოდი ახლა ვითამაშოთ ეს პატარაზე, მაინტერესებს შენი სწრაფი პასუხები, რომელშიც გარკვეულ კითხვას დავსვამ და შენ ეთანხმები თუ არა, მე განვახცოთ მცირე მასშტაბით. ყოველდღიური მაკიაჟი აზიანებს სახის კანს, კი თუ არა? კი. აზიანებს. არა, უშუალოდ არა, მაკიაჟი არა, მაგრამ მისი დატოვება კანზე აზიანებს. ნუ ეგ დიდი კი. უი, მართლა დამავიწყდა მეკითხა. ჩემი ცოლის დაქალები მოგენათ რა? გინდა რომ იყოს კიდე? ჩემი ცოლის დაქალები არის ჩემი ცხოვრების ახდენილი ოცნება. ჩემი ცოლის დაქალებში როგორი ბედნიერიც ვიყავი და ეგ აი სახიობად შევდექი უცებ არსაიდან ადამიანი და არასოდეს არ მომბეზრდება ქეთი დევდარიანის უდიდესი სიყვარულით გახსენება და მოხსენება, იმიტომ რომ მან ჩემი ცხოვრება შეცვალა და ზღაპრად აქცია და მთელი ჩემი ცხოვრების ოცნება ერთ წამში იქცა რეალობად. შევედი სად მეგა სერიალში უცებ მოვხვდი, ოღონდ მარტო ჩემი ქმედება რა იყო, იცი რომ ტელევიზორთან ვიჭიქდი ოცნებავდი, თან მეგრული ხაზი. როგორ მოხდა ისე მან? ძალიან საინტერესო. მეგრული ხაზი რო გაჩნდა, ყველა პერსონაჟი ვინც ახალი შედიოდა მეგრელი, ეს მე უნდა ყოფილიყო. მართლა, ანუ აფირმაციებს და ვიზუალიზაციებს აკეთებ. ყველგან ხან გრიშას თავთან ვიდექი, ხან ახლა შემოვალა, ახლა ნახეთ შემოვალ, მე შემოვალ. აი მართლა ვამბობ, აი სამივე შულს ვიცავ, იმხელა ენერგია. ანუ კოსმოსში გაუშვი, სამყაროში და აღმოჩნდი ჩემი დის მეგობრის დაბადების დღეზე. ჩემი მეგობრების დაბადების დღეზე შეიძლება არ აღმოჩნდე. აღმოჩნდი, სადაც იყო ქეთი დევდარიანი, არის მისი მეგობარი. მე საერთოდ არ ვიცოდი როგორ გამოიყურება ქეთი დევდარიანი. ანუ ვერ მივხვდი რომ ის იყო ქეთი დევდარიანი რა, მაშინ არ ვიცოდი, რამდენი წელი გავიდა, 10 წელი. და რომ მივედი ამ დაბადების დღეზე, მე და ჩემი დავიყავით და გადასარევი დუეტი ვართ, გენიალური დუეტი. მე იმაზე მაქვს მთელი იუმორები აწყობილი, მე იქიდან გადავინაცვლე ზუგდიდში, გადავინაცვლეთ მე იქ მყოფ გოგონებზე. იქ იყო, იქ მისი მეგობრები არიან ესეთი. თინა გაგუას დაბადების დღეზე ვიყავი. და რომ მოვედი სახში რაღაცა რა პერიოდის შემდეგ, მესენჯერში მომდის მესიჯი ქეთი დევდარიანისგან. ბატონო? სანამ გავხსნი მართლა, ანუ ყველაფერი დავემართა ქეთი დევდარიანი. შეეშალა თუ შეეშალა მეტყვი რომ ღმერთო გეღვეწები. აი არ ვიცი, ყველაფერი მიფიქრო რომ სკრინშოტ შევინახავ. რატომ ქეთი დევდარიანის რო გავხსენი. და ნანუკა ისა გავგიჟდი ისეთი გოგო ხარ და ძალიან მინდა ჩემს სერიალში. არ ვიცი, თავიდან მოვიდა ეს ყველაფერი. კი ნახამ გავგიჟდი, მართლა სიგიჟე ზღვარზე, ყველაფერს ერთად ვურეკავდი და ყველას ერთად კიოდი, რომ აი
რა მაგრამ უცებ მოვიდა ის პასუხისმგებლობის გზნობა რომელიც მაქვს ძალიან მოჭარბებული რომ აი თუ მე შენ გეტყვი რომ კი ამას გავაკეთებ გამორიცხულია მე ამაში რომ მე ხელი შემიშალას მაგრამ თუ ეხა სახიობად სად წავიდებ სახიობად კამერა მაქვს მარტო ნანახის ზუგდიდის ქორწილში სეფაში რომ ჩამოიქროლა და საწახო რა სერიალში წავიდე ვერ წავა სერიალში გამორიცხული თან ვერ მასვეთნი აბა რა უნდა უთხრე კასტინგზე მოვინახა მინდა მივწერო რომ ვერა მაგრამ ამას ვერ ვაკეთებ მინდა უთხრა რომ კი ყველა როს შევასრულებ ხო სარამაცას ვაი გავხიშტინა მართლა არაფერი არ მინდა შენ ახარ აი ყველაფერი მინდა მივწერო ფამილიარულად ჩემი რაღაცეების სიყვარული ხო მეზმის მაგრამ მეც და მაგარია კეთი გავგი არ ვიცი რა მივწერე ეს უნდა მოვძებნო რა მივწერე არ მახსოვს რაღაცას მივწერდი ესეც მაგრამ ვუთხარი რომ არ გამომივა მეთქი მე მქონი თქო რა ანუ დარწმუნებული არ ვარ ვერავიღე პასუხისმგებლობას რომ ეხა შევალ და რაღაცა როლს შევასრულებ ანუ არ ვიცი ნუ რა თქმა უნდა მითხრა რომ მოდი ბოლოს მითხრა ესეთი რამე რომ მოდი ესე გავაკეთოთ მე ხა ჩაგიგდებო შენო სცენარს ოღონდ რაღაცა პერიოდის მერე მწერს ამას და მე ეს პერიოდი ველოდები ბატონე არ ვფიქრობ მაშინ ვარ 34 წლის 23 ჩემთვის არ არსებობს კაცი საფეთრალი მეგობარი მე უნდა გავთხოვდე ფეხებზე ქეთი დევდარიანი ნეტა მომწერს თუ უბრალოდ დაიჯერა არა რო უთხარი ღმერთო არ დააჯერო გთხოვ იქნებ კიდე მომწერა კიდე მომწერა და ეხლა მე ჩაგიგდებ მოკლედ ვის როლშიც წარმომიდგენი ხარ რაღაც ერთჯერადი როლიაო რა და იქო ძალიან ბევრი მეგრელი ქარი იქნება კასტინგსაო მათ შორის მსახიობებიც უბრალოდ მიხვალო რა ამ ბევრ ქალებს შორისო და ნუ თუ მოეწონები ეკამ შევანეცას ხომ მოეწონები თუ არა და ეხლა ანუ რაღაც ისე მომწერა რა რომ გავხსენი ეს სცენარი და რა უნდა მესწავლა ეხლა ეს სცენარი რომ მივსულიყავი იქ კასტინგსა და ეს რაღაცა აზრ ყოფილიყო კი ნახავ გავგიშდი მე ვარ აი ჩემზე ეს დოჩიალიშბაი არის ჩემი სიყვარული უკვე გავგიშდი ვერავის ვერ დაუთმობ არ არსებობს აი გავცხოველ და გავგიშდი რომ იქ უკვე წარმომიდგენია და უკვე ცუდად ვარ იქ რო შევალ და ყველა მნახავს და ყველა მირეკავს და ვაიმე ნანუკა და ნანუკა ეს ნანუკა როგორ გამხდარა ჩემი ისამაგთან პახოდუ ეგ არ გავიწყდება არსად ყველა ის გამახსენდა მეთქი ხა რომ ნახავენ აი ხა ნახეთ თქვენ ხო ხტები ხა გასაგებია მორიელი ვარ თან ყველაფერი ერთად წამოვიდა მოკლედ კასტინგზე მივედი აი მე როგორ მივედი აი ესე მივედი და შეშინებული განადგურებული ეს ტექსტი ვიცი ზეპირად არ ვიცი როგორ ზეპირად ვიცი აი წარმოუდგ ყველა სიტყვა ყველაფერი ესე დაზეპირებული მივედი და დიდ ბევრ მეგრელ ხალხს ველოდები ხა ამ კასტინგზე და თან მსახიობებთან იმას კასტინგი სად არის რა კასტინგია რა მეთქი აი დოჩა მოდი მარტო შენ ახარ დაბა მარტო შენ ახარ დაბარე ანუ მოვიშალე გამარჯობაც ვერ თქვი ანუ არ ვარსებობ რაღაცა ვარ შევედი ესე ბევრ განათებულ ოთახში ახლა რო საერთოდ არ მოქმედებს ესე რო ვიცი ვარ დავლაპარაკო იქ არ ვიცი რა შეგს დავჯექით დაიწყო ვერაფერს არ დავიწყებ დიდი მადლობა რა დავიწყო რომ მომიყვანეთ დიდი მადლობა უნდა წავიდეთ და აი მართლა რა უნდა დავიწყო გაჭედე პირველად დავინახე შემთხვევაში ლიფონოვა გიორგი ნახე ცოცხლად და დაიწყე აუ ეგ ცალკე კინო არის ვერაფერს ვერ დავიწყე გამოვედი გამოვძუნდულ თან ცეცხლი მიგე თან შიგნით მთელი მეგრელები ჩემში ჩასახლებული მეუბნებიან უსინდისოსაც ახვედი შენი ბოლოშანსია მართლა აი ეს ხდება და უცებ ესე დამიჭირა ეკამ ჟავანაძემ იქ პატარა ოთახი აქვს და სად მიდიხარ მოდი ერთი წუთი აქ შენო ისეთი გოგო ხარ ვიზუალურად რა საინტერესო ეს დაიდე შენო ამას დავიდებ მეო აბა მე ვარო ვითომ ყვაზიბუძი და შენ დოჩიო დავიწყეთ უკვე ერთი დავრჩით რა რაღაცნაირ ბნელ ოთახში მასთან და ნუ ოკეი ხა აქ რა არის უკვე იქიდან გამოვიქეცი და ხა ეკას მაინც ვაჩვენებ რა გოგო ვარ და იტყვის რომ რა გოგო წავიდა რო დავიწყედა რომ გავხურდით ბევრი გვერდი იყო ეს სცენარი ეკამ მეტყობა მესიჯი მისწერა რომ შემოდითო რა და ეს კამერებით იმით ყველა შემოვიდა და მე უკვე საერთოდ არ მაინტერესებს აქ ვინ შემოვიდა ათქვეფილი ვარ უკვე ოჩაღე აი პროფესიონალი მაგრად და იქვე მითხრეს რომ გადაღებაზე მოხვალ ზეგო თუ მაზეგო თუ რომელ რიცხვში თუ რა მითხრეს არ ვიცი მოკედაც აწახვედი
ანუ ყველგან წავედი და ოღონდ მინდოდა რომ ნახე არავის ვეთქვით ხო და აი პირველად სერია ოღონდ ეს სერია ჯერ გადასაღებია წარმოიდგინე ეს გადასაღებია ეს სერია ჯერ და მე არის გასაშვები და ნუ როდის არის ეს გამარჯობა ვისთვისაც თქოს ყველას დაურეკე სერია ყველას ოღონდ მინდოდა რომ ყოფილიყო სივრფრიზი. ვიღაც 20 კაცი დარჩა ვისაც ვერ დაურეკე და იმათ ისინი გაგიჟდნენ. 2,700,000 კაცი. მართლა ყველაფერი გავაკეთე. ყველგან ვრეკავდი. რამდენი დღე ვრეკავდი ყველგან. აუ მე რა მაგარი რა მეკითხი გინდა კიდე რო გავგზა. ხო და შენ მეკითხები რომ ეგ სერიალი თუ გინდა. ოღონდ მართლა არასოდეს გავბედავდი როგორც დღეს. არანაირ კასტინგზე, არანაირ მსახიობების რიგში არსად არ ჩავდგები, არაფერს არ გავაკეთებ. ის იყო და არის ჩემთვის. ნუ ეხლა გასაგებია. ეს გასაგებია. ის ერთი არის და გადუმეორებელი. ვაა. მას შეცვალა ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა. აუ ძალიან მაგარი იყო. ეგრე არსად არ მეც გავიარე შეტანე. ეგრე დეტალურად მართლა არ ვიცი აი. ყველაფერი გავაკეთე. რაღა უდაკითხო კი არ არის დედავად. ცოტა ისეთი ხასიათი მაქვს თან ხო იცი რაღაცნაირი ხარ. მაშინ რაღაც გამოყოლილი მაქვს. აი ვამბობ სულ რომ აი პუტკუნები რაღაც და კეთილ ადამიანებად ყალიბდებიან რა, იმიტომ რომ მე ყოველ შემთხვევაში ესე ვიყავ. აი ჩემ თავს სულ ვეუბნებოდი ბავშვობიდან რომ ნანუ, ჩემო ლამაზო გოგო, შენ არც ლამაზი ხარ, არც სასურველი, არაფერი არ ხარ. შენ თუ კარგი ხასიათი არ გექნება და შენ თუ კეთილი არ იქნება, არავის შენ არ ჭირდები და გამიმუშავე ეს რომ აი ყველას ყოველთვის გახარებოდა ჩემი დანახვა და ფანტასტიკური აპლოდისმენტები ძალიან მაგარი იყო რა მართლა განვიცადე შეთაერთო თელიოსი მისვლაც და დავინახე როგორი ჯეკი მაგასაც ხედავ ის ლიფონოვრო დაინახე მაგის და მაგარი იყო ძალიან მაგარი იყო და ჩაგეთვა მე მქონდა ეგ ტელევიზიაში პირველად რომ მოხდი თავიდან ეს რაღაცა კასტინგები და მე და უცებ ეს პოპულარობა გაიჟარდა ეგ მაგარი გასავლელი ეტაპია მაგარია პირველი სერია რო გავიდა დაინგრა ქვეყანა და ჩემი სოციალური ქსელიც მათ შორის და ვერ ვუცლებდი ამ ყველაფერს რა ანუ რაღაცა ძალიან რთული არის რომ აი მართლა უცებ ესეთი რაღაც მოხდა ეს სეზონი რო დამთავრდა რომელი სერიითაც ახალი სეზონი დაიწყო აი ის იყო დამანგრეველი ეს რაღაცა ქელეხის სცენა სადაც მე მთელი სია მაქვს ჩამოწერილი და მეგრულად იწყება ამ სიის კითხვა რომ რას გავაკეთებ ქელეხში ბომბა იყო აი ეგ იყო თუ იყო რა ის მანამდე რაც იყო თურმე ეგ არაფერი არ ანუ უცებ 5-5000-ით იმატებდა ჩემი ფოლოვერები. 500-ით არა. პაჩკა 5-5000. რა ხდება? ყველაფერი ერთად რეკავდა. სახლის ტელეფონი, მობილური პეიჯერი, რომელიც არ მაქვს, ლეპტოპი, ყველაფერი ერთად რეკავდა და ყველა ერთად რეკავდა. მართლა ყველა ჟურნალისტი ამ გადაცემაში მოხდა, იმ გადაცემაში მოხდა. აი არ ვიცი, სიგიჟე იყო და სხვათა შორის ამ პერიოდში რაღაცნაირად ისე ვიყავ, გატაცებული და აი ბევრი რაღაცების გაკეთება მიწევდა პრანჭვები, რომ აი ეს რაღაცებია ეგ. და აი ამ ნომერზე არ დარეკა, ეგრევე გავუწია. მორიელმა გაიგეთ მე ამ ნომერზე არ დარეკა. ახლა აღარავის აღარ ძალიან კონტესტ. აი რაღაცა კარგი პერიოდი იყო, კარგი მოხსენდება რა. ძალიან დიდი მადლობა, უმაგრესი გაზიარება იყო. განცდილი სრულად და გადმოცემული იდეალურად რა ვიცი ხაშე დაიწყე რომ ბლიციაო ბლიცი ხო და წავიდა ბლიცი გქონდა ჩამოწერილი აბა ამ კითხებს ეხლა ჩემი ბლიცი ესეთია რომ იცოდე კეთვიხდი შენი ადამიანური ემოციის წინაშე და შენი აი ერთხელ კიდევ ერთხელ ამტკიცებ იმას რომ ამ სამყაროში შეუძლებელი არაფერი არ ყველაფერი შესაძლებელია აი ადამიანებს მე რა არ მესმის იცი ჯანმრთელი ადამიანი როცა არის ორივე ხელი ორივე ფეხი აქვს თვალები აქვს ჯანი აქვს და ზის და სახში წუწუნებს და რაღაცა არ მოწონს და ასე არ გამომივა ის არ გამომივა აი ესე წუწუნში ატარებენ მთელ ცხოვრებას ეგ არის მიუღებელი რა აი შენ ხარ ფანტასტიკური მაგალითი იმისა თუ როგორ შეიძლება შენი სურვილით აი ამ წარმოდგენით ამ ჟინით ამ პოზიტიური განწყობით მიაღწიო მას რაც შენ მიაღწიე ძალიან დიდი დაკვირვების შედეგად ვამბობ თუ ხარ კეთილი და არ გშურს მხოლოდ აი ეს ორი რაღაცა გეყოფა შენივე პროფესიაშიც რომ ძალიან მაგარი იყო რეალიზებული იყო და რაშიც გინდა იმაშიც რომ რეალიზებული იყო აი თუ შენ მე გისურვებ რომ წარმატებული იყო ყველაფერში და მიხარია და შენი გასავლელი გზა, ჩემი გასავლელი გზა არ მგონია და გული არ მისკდება. აი ეგ არის ყველაფრის თავი. ნამდვილად ეგრე, იმიტომაც ანათებ შენ შინაგანად და გარეგანად. გარეგულადაც ეგ არის ზუსტად ის რაც ადამიანს ქმნის ადამიანად. მადლობა ასეთი კარგი სიტყვებისთვის. გურუ ხარ პახოდი. კარგი, მოდი უცებ გავიაროთ, იმიტომ რომ ძალიან მეც ისე ვარ ეხა ემოციურად ესე ავხოცავდი უკვე რა.
ქართეთ კამერები რაღაც ეგეთი. შესახვანცელებელი კითხვები გამოუშვი. კარგი. შესაძლებელია თუ არა ვარჯიშით სასურველი ცხიმის დაწვა კონკრეტულ ადგილებში, მაგალითად მუცელზე. არა, კვების გარეშე გამორიცხულია. არ ეგა მიჯერა მიწია. ლოკალურად წვა ცხიმის ძალიან არ არ არსებულია, ასე რომ რაც უნდა სადღაც დავიხიოთ, შევიფუთოთ, იმ ადგილას ცხიმი ესე არ დაიწვება, მართალია. ბოტოქსი სახეს აფუჭებს და აბერებს. არა, სწორია, იმიტომ რომ არის ამაზედაც ესეთი მოარული ჭორი, რომ თუ გაიკეთებ, მერე უნდა იკეთო მთელი ცხოვრება. უნდა იკეთო სწორად და ჯანსაღად, მაშინ ყოფილი კარგად. და დროულად. კარგი, ბავშვის გაჩენის შემდეგ თმის ვენა მუდმივი პრობლემაა და არ ექვემდებარება მკურნალობას. თუ და ვერ ვიტყოდი. უმეტეს შემთხვევებში ეს დროებითი ჰორმონული ცვლილება და თმა რამოდენიმე თვეში ისევ ბრუნდება, კარგია რომ შენ ამაზე გამოცდილება არ გაქვს. კარგი, ძილს სილამაზესთან კავშირი არ აქვს. პირდაპირი კავშირი აქვს. მართალია. კი, ღრმა ძილი რეგენერაციის მთავარი ინსტრუმენტია და ამ დროს ჩვენ ვისვენებთ და დილას კარგად გამოძინებული, ოღონდ დროზე უნდა ავდგეთ, და გვიანამდე ძილი არ ნიშნავს კარგ ძილს და გამოძინებას. დღეს უნდა დავიძინოთ და როგორ არის ხვალ გავიღვიძოთ. გარეგნობაზე გარეგანი ზრუნვა სრულიად საკმარისია თუ შიგნიდან არაფერი მოქმედებსო, ანუ ესეთი კითხვა, ანუ შინაგანად. არა, როგორ გეკადრებათ? ეს პლისი ვინ დამიწერა? მე როგორ გეკადრებათ? შინაგანად თუ არა ყველაფერი მოწეს რომ გარედან რა გალამაზებს. კარგი. მრავალშვილიან დედას სხეულის პირვანდელი ფორმის დაბრუნება არ შეუძლიაო. შეუძლია. მოვალ რო დავიბრუნებ მე. კარგია, სწორი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, დროულად როგორც შენ ახსენე, ხო? ორსულობის დაწყებისთანავე ზოგადად ხო ჯანსაღად მოვიცხოვროთ, მაგრამ თავიდანვე მიხედვა საკუთარი თავის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და არა ეხა ორსულად ხარ და მერე ვიხე. არა, ის პროცესი, უბედნიერესი პროცესი, ურთულესი და საინტერესო პროცესი ყოველთვის უნდა იყოს მიხედვილი. ნანუკა, საჩუქრის გარეშე ვერ გაგიშვებთ პოდკასტიდან, მომიმზადეთ შენთვის, უბრალოდ დაგვიდგა კომპანია გვერდში, იმისთვის რომ შენთვის საჩუქარი გაგვიცა, ეს არის Agu Baby-ის საკვების მოსამზადებელი პროცესორი, არც მეტი არც მაგარია, ჩემი მეგობარი აი, აგერ არის ესა. მე მოკლედ წარვადგენ ახლა 5-1-შია კომბაინია, ასე ვთქვათ. საჩუქრად გადმოგცემთ ინოვაციური შვეიცარიული ბრენდის Agu Baby-ის საკვების მოსამზადებელ პროცესორს, ჩემო რანუკა. ეგრე კი არ არის, პროცესორია ეს, ხო? ტექნოლოგია. ესე იგი, რომელსაც აქვს ყველა საჭირო ფუნქცია, რაც პატარასათვის მყარი საკვების მოსამზადებლად შეიძლება დაგჭირდეს. იქნება ეს ორთქლზე მომზადება, საკვების დაბალენდერება ან დაჩოპერება, საბავშვო ნივთების სტერილიზაცია, მათ შორის მზა საკვების შეთბობა თუ ტემპერატურის შენარჩუნება, ესეთი ტიპია ეს. როგორც ვიცით, ორთქლზე მომზადებული საკვები ინარჩუნებს სასარგებლო ნივთიერებების მაქსიმალურ კომპლექსს და განსაკუთრებულად სასარგებლოა პატარებისათვის. Agu Baby-ის ეს პროცესორი საშუალებას გვაძლევს, რომ მარტივად და სწრაფად ჯანსაღი კერძები მოუმზადოთ ჩვენს პატარას. მადლობა Agu Baby-ს, რომელსაც მშობლების კომფორტსა და პატარების ჯანმრთელობასა და ჯანსაღ განვითარებაზე ერთიანი ზრუნვა აქვს განცხადებული და ასეც არა, კარგია ეს ყველაფერი ბლენდერის ფუნქციის გარდა ყველას გამოვიყენებ ბლენდერის ფუნქციას, რა თქმა უნდა, მშობლებს ვურჩევ, რომ საერთოდ ამოიღონ ხმარებიდან, მე როგორც იმიტომ რომ არ შეიძლება რომ ბლენდერის შეეჩვიოს ბავშვი აუცილებლად უნდა დაიწყოს ხეჭვა. ხო, კი, მიღებული. და ამისთვის ეს მოსაწალი საშუალება არის იდეალური და სხვა შორის არ მქონდა და ძალიან დიდი მიღება. ეს ნანუკას და შენ ბავშვებს ღმერთმა მოახმაროთ თავის საწყისის დის პერიოდში და მე უკვე თვითონ ღეჭონ გემრიელი საჭირო. ამინ, მადლობა. უღრმესი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ჩემთვის წარმოვიდგინე თავის ეს კასტები და ამბავი მოკლედ ძალიან დიდი გულით ვაკეთებთ ხოლმე ამას და მიხარია როცა ამ ხელა ენერგია მოდის, თორეს მაყურებელს მოხმარდება და დადებითი, ბევრი დადებითი მივიღე შენგან. ძალიან დიდი მადლობა, ასეთი იყო დღევანდელი პოდკასტის ეპიზოდი, მოიწონეთ ჩვენი გვერდი და ჩვენ კიდევ ბევრ საინტერესო და საყოველთაო თემას შემოგთავაზებთ.